დიდი მადლობა რომ ახერხებთ ასეთ რთულ ვითარებაში შემოგვიერთეთ პირდაპირ ეთერში და ჩვენს აუდიტორიას მოუყვეთ რა ვითარება ახლა სოფელში მე ვიცი რომ თქვენ ელექტროენერგია არ მოგეწოდებათ და ახლა პრაქტიკულად სანთლის შუქზე ხართ როდესაც ჩვენ გვერთვებით ტელეფონით შეგიძლიათ გითხრათ როგორ ხართ ახლა პირადად თქვენ რა ვითარებაში გიწევთ ყოფნა და სოფელში რა ვითარებაა პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ თქვენს გადაცემაში ჩემი ჩართვისთვის მინდა გითხრათ რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და რთული ჩემს ეზოში თოვლის საფარმა უკვე 2 მეტრს გადააჭარბა ოჯახში ვცხოვრობ მარტო და მოხდა ისე რომ ჩავიკეტე საკუთარ სახლში ვარ სრულ იზოლაციაში მეხუთე დღეა შუქი არ მომეწოდება გაითვალისწინეთ ისიც რომ მე 6 წლის წინ დავაფუძნე ტურისტული ობიექტი ტაბერნეგურიაში აცანა ეს ტურისტების მომსახურებაზე გათვლილი ობიექტია საერთოდ მაღალმთიანი სოფლის ზონას მართალი არ განმეკუთვნებით მაგრამ თაგორიანი სოფელია და ზამთარი ყოველთვის მკაცრი იყო მაგრამ წლევანდელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნომერ პირველი პრობლემა, რამაც სრულ იზოლაციაში მოაქცია ამ მთის სოფლები, როგორიცაა აცანა, მამათი, განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტექნიკით გზა ფაქტიურად არ გაწმენდილა, გადაუღებელი თოვლის პირობებში 5 დღის წინ მხოლოდ ერთხელ გაიარა ცენტრალურ გზაზე ძიმე ტექნიკამ ტრაქტორმა მანაც არასრულფასოვნად გაწმინდა გზები და შიდა გზებზე საუბარიც ზედმეტია მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გვერდს ვერავული ერთ სამწუხარო ფაქტს რომელიც ამ დილით მოხდა ჩემს სამეზობლოში გულით ავადმყოფი ადამიანი რომელმაც ვერ გაუძლო იმაზე შიშს რომ შესაძლოა ექიმი დაჭირვებოდა სასწრაფო ვერ მოვიდოდა ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარე გამოუცხადო თქვენი საშუალებით ჩვენ შემოგიერთდებით ამ სამძიმარში შემოგიერთდებით ქალბატონ კესო ძალიან საინტერესოა რას აკეთებს ხელისუფლება ხე შეიძლება ძალიან სტრაფარეტული კითხვაა, მაგრამ ეს არის შეკითხვა, რომელიც ახლა არ უნდა გჭირდებოდეს ამისი დასმა, იმიტომ რომ უნდა ვხედავდეთ უკვე რა გაკეთდა და თვითონ უნდა გვეუბნებოდნენ რას ვერ აკეთებენ და სად არის პრობლემა, სად არის საჭირო მეტი რესურსი, ხო? ჩვენ ვერაფერს ვიგებთ გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტული მედია საშუალებები გვანახებენ, როგორ დაქრიან ტრაქტორები თუ საწმენდი საშუალებები ტექნიკა ქუჩებში, სხვადასხვა სივრცეში და როგორ კარგად მუშაობენ. აი, მაინტერესებს თქვენს რეგიონში ვინ გეგულებათ, თქვენ სოფელში ვინ გეგულებათ? ვის ურეკავთ, ვინ გეხმარებათ? აი არის ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ 5 დღე სახლში გამოკეტილ მოქალაქეს? რა თქმა უნდა, არა. მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია ვინაიდან და რადგანაც დენის წყარო არ მომეწოდება და ძალიან ვუფრთხილდები ფოვერბანკის ენერგიას უკვე მეხუთე დღეა და სხვათა შორის ეს სოფლები დღეს მთლიანად გათიშულია ვისაც მიეწოდებოდა შუქი არც იმას აღარ მიეწოდება იცით აი ასეთი ადამიანი მეგულებოდეს რომ მე მას ან ჩემნაირი რიგითი ჩვეულებრივი მოკვდავი დაუკავშირდება და საკუთარ პრობლემებს გაანდობს დახმარების იმედით მე ასეთი არ მეგულება თუმცა დახმარების იმედით ჩემმა შვილებმა მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას რომ იქნებ რადგან სახლში მარტო ვარ თქვენ აჩვენეთ უკვე ჩემი ეზოს კადრები ახლაც გადის კადრები ჩვენმა მაყურებელმა რომ იცოდეს ეს თქვენი ეზოს კადრებია რასაც ხედავენ ახლა და რაც ჩვენს კადრებში ჭიშკარი დაფარულია 2 მეტრზე მეტი თოვლია შემოსასვლელი ჭიშკარი დაფარულია და ფაქტიურად ის ნაგებობები რომელიც ეზოში მიდგას მასზე 2 მეტრზე მეტი თოვლის
საფარია. აი ეს მინდოდა მეკითხა ქალბატონ კესო, ეს ძალიან საინტერესო და სახიფათო თემა ამასთანავე, არა მხოლოდ ინტერესი წვევს ჩვენ, რომლებიც ასე ვთქვათ, ნერვიულობთ ყველანი ახლა რა სიტუაციაა. მანდ მეზობლებთან კომუნიკაცია მაინც არის შესაძლებელი, რადგან ასეთი დიდ თოვლობაა და თვითონ ეს სახლები რა მდგომარეობაშია, რა საფრთხის მატარებელია ახლა სახლების, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, აი ესეთი დიდ თოვლობის პირობებში. სამწუხაროდ მე ბევრი ინფორმაციას ვერ ვფლობ, რადგანაც კომუნიკაციები აღარა მაქვს. შეზღუდული მაქვს ამ ელექტროენერგიის ესე რადგან არ არის ელექტროენერგია და ვერ ვმუხტავ, მაგრამ რა ინფორმაციებიც მომეპოვება არის ის, რომ სახლები დაზიანდება. ახლა სოფლებში ვართ ის ძირითადად ოჯახებში ის სეგმენტი, რომლებიც არიან ან ასაკში შესული ადამიანები, ან მოხუცები. აი ჩვენს კუთხეში მაგალითად ჩვენს პატარა უბანში, სადაც დაახლოებით 15-მდე ოჯახია, 3-4-ია ისეთი ოჯახი, სადაც მხოლოდ ერთი მარტო ქალი ცხოვრობს. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მათ შორის მოხუცებიც არიან და ძიმე ავადმყოფებიც. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მაქვს ფაქტები, რომ სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ უგზოობის გამო ვერ შეძლო. დასაგებია. ქალბატონ კესო, დიახ, აი ჩვენ კიდევ გველოდება ჩართვები სხვა სოფლებიდანაც, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა საკვების მარაგთან დაკავშირებით. ამ ხრივ რა მდგომარეობაა? და როგორ თვებით, იმიტომ რომ სიცივე კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ქვატაურის შედეგამდე მივიდეს. დიახ, ერთადერთი ბუნებრივი აირია, რომელიც შეუფერხებლად მოგვეწოდება ჯერჯერობით, წყალი, შუქი, სასმელი წყალი და შუქი არა გვაქვს და როგორც გითხარით, შუქი უკვე მეხუთე დღეა ამერადად არ მომეწოდება და ეხლა სოფლებიც გათიშულია. რაც შეეხება საკვებ პროდუქტს, ჩემი ინფორმაციით, ვინც მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, ისინი აწვდიან პურს და აუცილებელ მედიკამენტებს, თუმცა ჩემამდე ეს არ მოსულა და არც ჩემს უბანში ან ავადმყოფებთან ან მოხუცებთან ეს დახმარება ჯერჯერობით არ მოსულა. რაც შეეხება პირადად მე გარკვეული მცირე მარაგი მქონდა და რომ არ დაგიმალოთ ისეთი ემოციისა და სტრესის ქვეშ ვარ, რომ საერთოდ არ მაინტერესებს კვების საკითხები. თავარია ადამიანები გადავრჩეთ და მუდმივად ამაზე ვარ ორიენტირებული. დასაგებია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გვიწევს ჩვენ კომუნიკაცია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩაგვერთეთ. მშვიდობა იყოს თქვენკენ ქალბატონ კესო და თქვენი მეზობლებისკენ. იმედია, რომ მალე მოხერხდება თქვენამდე მოღწევა და მალე დაგეხმარებიან, გამოგიყვანენ მანდედან და რაღაცნაირად გადარჩებით. თუ შეიძლება ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო დანაყოფია წამოსული დასავლეთში, რომ სხვადასხვა კუთხიდან არიან დასახმარებლად, ჯერჯერობით მე არც ინფორმაცია გამაჩნია და ვერც ფიზიკურად ვხედავ ვინმეს, რომ ან ცენტრალურ გზას წმენდდეს და ასე შემდეგ. არადა ადამიანები მართლა გაუსაძლის პირობებში არიან. მაქვს ფაქტები, რომ აი მეზობელ სოფელში სამშვილიანი ოჯახი ჩამოინგრა და ბავშვები მანქანაში ყავთ გადაყვანილი, რომ გადაარჩინონ და ასე შემდეგ. შორს წამიყვანს ახლა ამ ფაქტების ჩამოთვლა სამწუხარო ფაქტები არის და კიდევ ერთი გზის გაუწმენდაობა ასევე აფერხებს ელექტროენერგიის შეფერხების აღმოფხვრას. სანამ თქვენ ჩაგერთვებოდით, მე ვესაუბრე ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენელს და იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ გზებზე ფიზიკურად გადაადგილება, ტრანსპორტით გადაადგილება, გაუწმენდავია, ვერც იმ ხარვეს და იმ დაზიანებას პოულობენ და
ამიტომ ორი სოფელი სრულიად მოწყვეტილი. ესე იგი, რა ვუყურებ ახლა ხომ რუკაზე ქალბატონო კესო 10-ანა 17 წუთშია, 18 წუთში, რასაც ახლა აჩვენებს ლანჩხუთიდან. ანუ ეს არ არის ყველაზე დაშორებული სოფელი, ხო? თქვენ ზემოთ და კიდევ სხვა მხარეებსაც უამრავი სოფელი, ანუ თქვენამდე რომ ვერ მოხერხდა გზის გაწმენდვა, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა ხდება უფრო შორს მდებარე ადგილებში, ხო? დიახ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს მეზობელ სოფელში 2 თვის ბავშვი, რომელიც ხელოვნურკვებაზეა ჩარჩენილი ოჯახი და ვერ აღწევენ რომ საკვები მიაწოდონ. ვერ მივიდა ვერავინ იქამდე დიდი თოვლის გამო. ეს რომელი სოფელი? რომელი სოფელი? ზუსტად თუ შეიძლება. არის ასეთი სოფელი. მაჩხვარეთი არის. მაჩხვარეთი. დიახ, მეგობრებო, მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობა. ყოველგვარ წარმოდგენ, აი ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი მდგომარეობაა და ყველაზე მეტად გვჭირდება გურულებს ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა და დახმარება ამაში. დიდი მადლობა ქალბატონ კესო. ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენთან კავშირს და რაც შეგვიძლია ახლა ამ წუთისთვის არის ის რომ შევატყობინოთ ამ საშუალებით მაინც ხელისუფლებას რომ აი თქვენ 10-ანაში გაქვთ პრობლემა მოგაკითხონ გამოგიყვანონ 5 დღეს სახლში ხართ ჩარჩენილი და რა ვიცი ეს 600 ადამიანი სად მუშაობს მეხანძრე მაშველი არ ვიცით რამდენი სამხედროა ამ წუთისთვის მობილიზებული მაგრამ აი კონკრეტული ფაქტები თქვენ უყვებით აუდიტორიას კონკრეტულ ფაქტებს სად უჭირს მოქალაქეს მიაკითხეთ ამ ხალხს. დიდი მადლობა ქალბატონ კესო და გემშვიდობებით აქ.